დევნილთა პრობლემების განხილვას გორში სპეციალური შეხვედრა მიეძღვნა. ქალთა საინფორმაციო ცენტრმა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად პროექტის ქალები თანასწორობის მშვიდობისა და განვითარებისთვის ფარგლებში ერთი ფანჯრის პრინციპის საკონსულტაციო შეხვედრა გამართა, რომელიც მიზნად ისახავდა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირების პრობლემების განხილვასა და ადგილზე გადაწყვეტას. ეს არის პირველი შეხვედრა ამ პროექტის და ვფიქრობ, რომ ნორმალურად ჩატარდა ეს შეხვედრა, გარკვეული საკითხები ადგილზე გადაიჭრა, გარკვეული საკითხები დაიგეგმა, რომ გადაიჭრება სამომავლოდ და ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაო იმისათვის, რომ მივიღოთ კარგი შედეგი. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის დევნილთა სამინისტროს წევრები და უშუალოდ ადგილნაცვალი პირები, ასევე შესაბამისი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე 11 შემთხვევა განიხილეს, რომელიც თავად წარმოადგენეს იძულებით გადაადგილებულმა პირებმა. მანამდე კი ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები არსებულ ვითარებას სხვადასხვა ჩასახლებებში ადგილზე ეცნობოდნენ. დღეს, როდესაც ასეთი რესურსებია ჩადებული აი ამ მშენებლობაში და როგორც შეიძლება ადამიანმა თემა გამოიყენოს, აბსოლუტურად გამოუყენებადია. ვიმედოვნებ, რომ ეს საკითხი ყურადღების ცენტრის ქვეშ დავაყენეთ კიდევ ერთხელ და რაღაცა დაიძრება ამ თვალსაზრისით, ასევე პრობლემა აქვს ყველანაირი, ეს არის ინფრასტრუქტურა, წყალი, კანალიზაცია, არხები, გაზიფიკაცია, განათება და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ეს არის უკიდურესად სიღარიბე, რომელსაც ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვაწყდებით, ჯანმრთელობის პრობლემები და ეკონომიური პრობლემა, რომელიც სამწუხაროდ ამ პრობლემის გამო ხშირად ადამიანები უბრალოდ ვერ გადაადგილდებიან იმისათვის, რომ მივიდნენ იგივე და გამოიყენონ ის დაზღვევა, რომელიც მათ ეკუთვნით. ამ საკითხებზე მუშაობს შესაბამისი სამსახურები, შესაბამისი სამინისტროები და მიმდინარეობს ამ პრობლემის გადაჭრა. ეს იქნება მოხდება ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, კარგია ესეთი სახის შეხვედრები რო ტარდება, აქ არიან მოწვეული სხვადასხვა სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციები და ერთმანეთის ხარში დგომით შეიძლება ბევრი პრობლემა გადაიჭრას. ქალთა საინფორმაციო ცენტრი 2010 წლიდან იყენებს ერთი ფანჯრის პრინციპის მეთოდოლოგიას დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირების პრობლემების მოსაგვარებლად. ეს იყო პირველი საკონსულტაციო შეხვედრა პროექტის ქალები თანასწორობის მშვიდობისა და განვითარებისთვის მეორე ფაზის ფარგლებში, რომელიც 2013 წელს დაიწყო. მიმდინარე წელს დაგეგმილია 6 შეხვედრის ჩატარება გორის, თბილისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, სამტრედიის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში. ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ პროექტის ფარგლებში გამართული შეხვედრები მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის კუთხით ნაყოფიერი იქნება.